როგორც ჩანს, ერთგვარი შვებაა მეხსიერების დარღვევის სიმულაცია. პოლიტიკური ამნეზიის როლის მორგებაზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გაგახსენდეს კიდევ ერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი. რაც ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, არ მგონია არსებობდეს ადამიანი, ვინც ეს არ იცის. გასულ კვირას ახალი დეტალები გასაჯაროვდა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. მოусმენთ ჩვენებები და კიდევ ერთხელ დავწუნდით იმაში, რომ სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა. დემოკრატიის მიღაც ამოფარებული, ეგრეთ წოდებული დემოკრატიის შუქურა პირდაპირ მნიშვნელობით მოროდიორობას ეწეოდა. ცოტნე გეგეჭკორი საუბრებს კორუფციულ რვაფეხაზე, ანუ როგორ გამდიდრდა პრეზიდენტის დედა ლარად და ვინ ლობირებდა ბიზნესის რეკეტს სააკაშვილის კარზე. თქვენი მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც აბომე კვალიფიციური ექიმი იყო, თქვენი დედა ასევე ერთი ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი იყო. ხოლო თქვენი ძმები ასევე არანაირ ბიზნეს და სხვა ტიპის რაიმე შემოსავლეს არ ფლობდნენ. დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ, უყვირი ხართ, აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა სიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელიც თქვენს კლასელზე გაქვს გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გებეის. ბატონო ჯონი. მაშინ რო დამიმატო. არა, კი, დაგიმატებენ. არა, ერთი რაღაცა მათქვევით. მაშინ სააკაშვილის ხდომათა დარბაზიდან გაიქცა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ კორუფციაში მხილებით გაწოფებული რეჟიმის ლიდერი საერთოდ პარლამენტის შენობიდან გარბოდა. ერთ-ერთი მაგათი წევრი მეუბნებოდა, რომ ბოკერია მოაბრუნაო. ანუ ბოკერია უხსნიდა მას, რომ სად გამოვყოთ თავი, რომ ჯონიმ გაგაქცია დარბაზიდან და ძალიან სულად მართლაც სულად იმუშავებდა და შემოაბრუნა მერე. როგორ გაუბედეს ტოტალური უსამართლობის შემოქმედს ის, რაც დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გაასაჯაროვა. ელიტური კორუფციის დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო სივრციდან მეორე დღესვე გააქრეს. თუმცა წლების შემდეგ რეჟიმის ლიდერების ზღვარგადასული მომხოჭოლობის ამსახველი მასალები ისევ დღის სინათლეზე და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელშია. მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს უკანასკნელი სტადია ხრწნის სისტემური დანაშაული. როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. ჩართულია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციაში და კორუფციის გადაფარვაში. დედა, მამა, სიდედრი, ცოლი. გიულია ლასანია, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობამდე მხოლოდ ერთი რიგითი მეცნიერ მუშაკი იყო, შვილის დამსახურებით მალევე საუნივერსიტეტო და სასკოლო ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნესვუმენად იქცა. სააკაშვილი კი, რომელსაც პრეზიდენტობამდე თბილისში მხოლოდ ერთი მემკვიდრეობით მიღებული ბინა ჰქონდა და მის სახელზე ბანკებშიც მხოლოდ მიზერული თანხები ირიცხებოდა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადისმიწურულს კოლოსალური თანხების და დიდძალი ქონების პატრონად იქცა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2012 წლის მონაცემებით საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში და მიზერული სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობდა. რეჟიმს კი სხვა საზრუნავი ჰქონდა. მაშინაც როცა საქართველოს სააკაშვილის დამსახურებით აგვისტოს ომის უმძიმე შედეგებს იმკიდა. ამ დროს მისი დედა საკუთარი გარემოცის წევრებთან ერთად გამდიდრებით და ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო ქონებების უკანონო გადაფორმებით იყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ხა, როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება გაუპატიურებისა, იქ ოჯახის თვალთვალისწინებლებში თვალთვალისა და ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ასე შემდეგ, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვჩეს მაგალითად კორუფცია, რა ფორმა მიცეს კორუფციას, ხო? ისინი ამაყობდნენ იმით, რომ კორუფცია დაამარცხეთო საქართველოსიო. კი, რა თქმა უნდა, ქვედა დონეზე და ეს წვრილი კორუფცია იყო დამარცხებული, თუმცა ეს ყველაფერი გადაიზარდა მყისიერად ეგრეთ წოდებულ ელიტურ კორუფციაში. დევნილები ადამიანურ საცხოვრებელ პირობებსა და საკვებს. რეჟიმის მიერ ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდების მშობლები
და ქონება-წართმეული ბიზნესმენები ქვეყანაში სამართალს დაეძებდნენ. როცა სააკაშვილს ერთი ხელით კორუფციასთან მებრძოლის ნიღაბი ჰქონდა მორგებული, მეორე ხელით კი დედის გიული ალასანიას საამებლად კანონებში ცვლილებები შეჰქონდა. შემდეგ მისი ხელქვეითის დიმიტრი შაშკინის დახმარებით სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დახურვით და მათი რიცხვის შემცირებით იყო დაკავებული. რათა რეჟიმის ლიდერის დედას გიული ალასანიას, რომელიც ამ დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ერთ კერძო უნივერსიტეტს და ქალთან ერთად ხელმძღვანელობდა, გამსხვილების საშუალება ჰქონოდა. შპს საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავად ხდება უმაღლესი სასწავლებლები, რომლის მიხედვითაც ხდება საჯარო დაწესებულებების დახურვა, მაგალითად სკოლის დახურვა, იმისთვის რომ გადაკარჩული იქნეს კონტინგენტი, ასე იგი, უმაღლეს თავის კერძო სტრუქტურაში. 2003 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. 1045 საჯარო სკოლა. ეს ბავშვები 1045 საჯარო სკოლაში სწავლობდა. გადაკარჩული იქნა მათ კერძო სკოლებში. მაშინ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოერთვა 6000 კვადრატული მეტრის ფართი შენობა ნაგებობა და 2000 კვადრატულზე მეტი მიწის ნაკვეთი. რამდენიმე 10 მილიონ დოლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება კოსტავა 77 ნომერში, სადაც ალასანია სანოძის კერძო სასწავლებელი ფუნქციონირებდა ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა, რომელშიც მხოლოდ გიული ალასანია მიიღო მონაწილეობა. და დედაქალაქის ცენტრში ამ ქონების მეპატრონე საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. ალასანიას ისიც არ ახსოვს, რამდენი გადაიხადა ქონებაში, რომლის ღირებულებაც დღეს 100 მილიონ დოლარს ხდება. არ მახსოვებით დაახლოებით არ მახსოვს ამ წუთში, მაგრამ ის მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ ჩართული ვიყავი მე მაშინ ძალიან კარგად მაგ პროცესებში და ჩვენ უფრო მეტი გადავიხადეთ და სხვება. ჩვენ არავინ არ შემოგვტომოდა ამ ტენდერში და სხვა ვიღაცა ჯერჯერობით ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ რომ სხვები არ შემოსულიყვნენ, ამიტომ იქნა ეს გამოტანილი იმით რომ პროფილი შენარჩუნდა, პროფილი შენარჩუნდა აღარავინ აღარ შემოახვა ვის აქვს აქ რომ უნივერსიტეტი არ ყოველგვარი კონკურენციისა და ვაჭრობის გარეშე ჩატარებული აუქციონით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა კოლოსალური თანხა იზარალა. თუმცა ცხადია, მაშინ ამ თემით სამართალდამცველები არ დაინტერესებულან. და სულ ბოლოს, კოსტავა 77 ნომერში ალასანიას და მისი მეგობრების საქართველოს უნივერსიტეტის ხელში 16664 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და მასზე დამაგრებული 27905 კვადრატული მეტრი შენობა აღმოჩნდა. ეს არის სამართალოზე აშენებული კომუნისტების და კომუნისტების შემდგომაც ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორია ეს წარმოუდგენელია მეთქვა ქალბატონმა გიულიმ რომ იმიტომ წაიღო ეს ქონება აგვისტოში 2008 წლის რომ პუტინს არ წაიღო. თვითონ დაისაკუთრა რომ პუტინისგან დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი. ამას ამბობთ? არა, ვამბობ, ესია ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. რომელი ბიზნესი გაბედავდა იმ აუქციონში მონაწილეობას, სადაც სააკაშვილის დედის დიდი ინტერესი იყო. ეკონომიკის მინისტრის პოსტი კი პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის წევრს, გიორგი არველაძეს ეკავა. იმ არველაძეს, რომელიც შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა პადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული ტელეკომპანია იმედის დირექტორად დანიშნა. ბიზნესის რეკეტით და ძღვენის სახით კოლოსალური თანხების მიღება სააკაშვილის ოჯახისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რეჟიმის ლიდერი თავადაც ხშირად უკეთებდა საჩუქარს დედას, ოღონდ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა ქონების სახით და იმასაც სიმბოლურ ფასად. 101.000 ანუ 10 ჰექტარზე მეტი მისა, რომელსაც პირდაპირ ხელს აწევს პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს მისა გადადის დედამისის საკუთრებაში. რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა და მისმა ოჯახამ მისი პრეზიდენტობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რითი დაიწყეს და როგორ
მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა რიგითი ადამიანების ძარცვის პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდის დეპარტამენტი შევიდა ყველა ავტობაზრობაზე, ყველა ავტოსადგომზე და ამოიღო 150 ჯიპის სტილის მანქანა, 150 მანქანა. ანუ მასშტაბი ხო წარმოგიდგენთ ახლა ჩვენ ჯუმბერი მოყვა მანრაისის მის შესახებ. ამ 150 მანქანაში ყველა ჯიპები იყო მოყვა ჯუმბერის 3 ჯიპი და 1 ამერიკის მოქალაქის მანქანა იყო ასევე და წარმოიდგინეთ 150-დან 158 ხმის ამოღება ვერ გაბედა. რეჟიმის ლიდერის და მისი ოჯახის ქონების დაგროვების ეს აღვირახსნილი პროცესი საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. ისევე როგორც იმ ფუფუნების წყურვილი, რომელიც სააკაშვილის ერთგულ მსახურებს და რეჟიმის ჯალათებს ჰქონდათ, რომლებიც პირადად იყვნენ ჩართულები ქონების ჩამორთმევის და რეკეტის კონკრეტულ საქმეებში, რასაც საკუთარი ტელევიზიები და იქ დასაქმებული მათივე ოჯახის წევრები უწყობდნენ ხელს, რომელთაც დღეს ხატია არ სიამოვნებთ იმის გახსენება, რასაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისმენენ. ნამდვილად იყო ერთი ესეთი ფაქტი, რომელსაც მე ვადასტურებ და არასოდეს არ მივარყვია ეს ამბავი, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანა დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ რომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მე ვიყავი იმ მანქანაში. ანუ ჩემთვის ის მანქანა არავის არ გადმოუცია, ეს ტყუილია რომ რამე პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ მე ვიყავი ვიჯექი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ თანამდებობის პირს, იმ თანამდებობის იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა აი ასეთი ჩამორთმეულ მანქანებს. ეს ერთი ამბავი და გავწიოთ ახლა გვერდზე. რაც მინდა რომ ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი იცოდეს ჩემო გაოცებას. და ეს კიდე ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა 2 ოპერატორით, გადამიღო, მეთქი ახდება. და პრობლემაც გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში, რომ ვარით რომ იაკუზის მაფიოსთა შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში და დუბაიდან მოვყავს საქართველოში. თქვენ მაფიას მოყავდა 3 მანქანა და ეს იყო მთელი მაფიოზობა. ვიჯექი იჯექით. 1 წელი იჯექით. 1 წელი. ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? სახლიც დაკარგეთ, რომელიც ჩადებული გქონდა. სახლები დაკარგეთ, თქვენ და თქვენმა ვაჟმა. ციხეშიც მოხვდით, იმიტომ რომ ნანული ჟორჟოლიანს ყოლოდა მანქანა. მერე ვიღაცა თავისი ოპერმუშაკები კი არ მიუშვა იქ, როდესაც აფერდა, რომ თქვათ რომ ეს ვიღაცები გააკეთე. თვითონ მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და ერთ-ერთი დიდი დანაყოფის ხელმძღვანელი მივიდნენ, პირადად ნახეს ეს მანქანები და პირადად წაართვეს. მინისტრის დონეზე წაართვეს ნახმარი მანქანები თავისი ოჯახისათვის. აი იმ დონეზე იყვნენ დაცემულები და დაშვებულები. აი ეს არის ყველაზე საშინელი. და ეს მინდა რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გაიაროს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. პროცესი საკმაოდ რეზონანსულია, რადგან მით საერთოდ არაფერი იცოდა გაიგო, ვისაც დავიწყებული ჰქონდა გაიხსენა, რადით ბოროტებასთან ჰქონდა საქმე. სააკაშვილის რეჟიმთან, რომელსაც ვერ წარმოედგინა რომ ძალაუფლებას დაკარგავდა და დადგებოდა დღე, როცა მის მმართველობას პოლიტიკური შეფასება მიეცემოდა, რაც მისი, როგორც პოლიტიკური ძალის, სამუდამო აკრძალვის საფუძველი უნდა გახდეს.